შეიძლება თუ არა რომ საარჩევნო ტექნოლოგიებში წინასწარ ყოფილიყო ჩაწერილი ვინ რამდენ ხმას მიიღებდა არჩევნებზე. რა თქმა უნდა არა. თუმცა შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში თქვა. ის აპარატურა ლუკა რაც შემოიტანეს ივანიშვილმა, რომელ აპარატურასაც აქებდა გვარამია, სააკაშვილიც აქებდა, მე გითხრა დანარჩენი ოპოზიციას, იმ აპარატურაში იყო ჩადებული პროგრამა წინასწარ ვის რამდენი ხმა უნდა. ამავე ინტერვიუში ამ ვერსიას თავად პოდკასტის წამყვანიც ეჭვქვეშ აყენებს. ის ნათელაშვილს ეუბნება. ეს არგუმენტი ჩემთვის რაღაც მომენტში რელევანტური ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ აპარატიდან გამოსვლის მე გადათვლა მიდიოდა ის ძველებური მეთოდით. ის ბიულეტინები გამოდიოდა და მე გადათვლა მიდიოდა. ვეთანხმებით პოდკასტის წამყვანს. მას შემდეგ რაც ხმის მთვლელი აპარატი წინასწარ შედეგს ამობეჭდავს, საარჩევნო უბანზე იწყება ბიულეტენების ხელით გადათვლა. ეს კი სწორედ იმის გამო ხდება, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ბატონი ნათელაშვილის მსგავსად ეჭვი ეპარებათ აპარატის გამართულ მუშაობაში, საშუალება ჰქონდეთ ფიზიკურად ნახონ თითეული ბიულეტენი და შეადარონ აპარატის მონაცემი ხელით დათვლილ მონაცემებს. სწორედ ამ გამჭვირვალე პროცესის შემდეგ დგება საბოლოო შემაჯამებელი ოქნი, რომელსაც ხელს აწერს ყველა მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები. სხვათა შორის 2024 წლის არჩევნებზე შედგენილი 3114 შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი დაფიქსირდა მხოლოდ 9-ში. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოდირის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად. ხმის მთვრელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ამასთანავე ამერიკული აუდიტორული კომპანია ProVND-ის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აპარატი ვერ ცვლის ამორჩევლის მიერ მიცემულ ხმას და არ შეუძლია ხმა სხვა კანდიდატს მიაკუთვნოს. ასე რომ გადაამოწმა ინფორმაცია სწრაფად და მარტივად ვებგვერდზე disinfo.cc.gov.g.